ცხადია, რომ ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და წლები ესეა და ეს არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის რაღაცა ჭორების კანტორა, რომელიც, რა ვიცი, ემსახურება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაცა ინფორმაციების დავთარის მოკრებას და მე ჩაბარებას და ვინც უკეთესად გააკეთებდა ამ საქმეს ალბათ ის დანიშნებს. თუმცა ეს არ არის, რომ გვესმოდეს, ეს არ არის დინარაძისთვის დაწინაურება, იმიტომ რომ ცოტნევაც აღნიშნა, რომ ქვეყანა ჩააბარეს ამ ორ კაცს, ირაკლი ყობახიძეს და დინარაძეს. თუმცა ამ შემთხვევაში თუ მამუკამ დინარაძე აკონტროლებდა მაგალითად სასამართლო სისტემას, აკონტროლებდა ძალოვან სისტემას, აკონტროლებდა სულს, ამ შემთხვევაში მათ შორის პროპაგანდისტულ მედიას ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა აქაც გამოავლინა თავისი ეგოიზმი, ეჭვიანობა და მოუხაზა ერთი კონკრეტული ადგილი, ეს არის ვითომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სინამდვილეში ეს არის კანტორა, რომელსაც არ გამოუვლენია არც ერთი რუსეთის აგენტი 13 წლის განმავლობაში, არც ერთი რეალური საქმე არ გამოუძებია და რა თქმა უნდა ის პრობლემები, რაზეც აფეთქდა, ხო, ჭალებში აფეთქდა ანრი ოხანაშვილი, ეს იყო ბაჩიაშვილის გახმაურებული საქმე, მათ შორის ეს იყო ეს დაულაგებელი სისტემა კრიმინალურ სამყაროს შორის, რომელიც ვერ მოახერხა ანრი ოხანაშვილმა და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის თვითონ რუსულ ოცნებაში და ეს არის, ესე იგი, ამოუღებელი ეგრეთ წოდებული ოფშიაკი, რომელიც უნდა მიეტანათ ბიძინა ივანიშვილისთვის და ეს საქმეებიც ძალიან, ესე იგი, გავრცელდა რა, გავრცელდა საზოგადოებაში, ყველამ გაიგო, ნებისმიერ ადამიანებამდე დავიდა ეს ყველაფერი, რომ სინამდვილეში ქართული ოცნება კი არ ებრძვის კორუფციას, სინამდვილეში ეს ადამიანები აგროვებენ ეგრეთ წოდებულ ოფშიაკს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ რაც ეხა თორნიკემ ახსენა პიროვნულად არანაირი პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა არ მესმის თვითონ ამბობს პოლიტიკური ძალა, რომ ქართული ოცნება, რუსული ოცნება არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, რუსული ოცნება არ ჩაატარებს დემოკრატიულ პროცესს და მხოლოდ ჩემი აზრით და ქართული ხალხის აზრით რჩება ერთადერთი ბრძოლის გზა და ბრძოლის ინსტრუმენტი ეს არის ქუჩა. ქუჩაში უნდა დავკონსოლიდირდეთ, გამოვიდეთ ძალიან ბევრი, მათ შორის 4 ოქტომბერს უნდა ვიყო ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს. ამიტომ ამაზე საუბარი, განხილვა არჩევნებში შესვლაზე, ეს არის რუსული სპეცოპერაცია ჩვენი აზრით, ამიტომ არ ვაპირებთ ამის განხილვას, თუმცა სამწუხაროა, რომ ის პოლიტიკური ძალები, როგორც არის ლეილო და გახარია, შედიან ამ რუსულ სპეცოპერაციას.